მივიღე ყველაზე ალბათ არასწორი გადაწყვეტილება, რასაც იღებს ხოლმე ადამიანი, გაქცევა. რაც 2005 წელს და 2000-იან წლებში ზოგადად გაყიდვები არ იყო პოპულარული. ანუ გაყიდვების მენეჯერად რატომღაც ეგეთი აღქმა იყო, რომ ხალხი იწყებდა გაყიდვებში მუშაობას, თუ სხვა სამსახურებში არ მიიღებენ, ან არ აიყვანენ. აი მახსოვს, ჩემ დროს საბანკო სექტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საბანკო სექტორს როგორც ასეთი გაყიდვები არ ქონდა, მაშინ ამ დონეზე, ანუ გაყიდვების მენეჯერები ისე არ ყავდათ. მახსოვს საქართველოს ბანკმა პირველად 2007 წელს შექმნა გარე გაყიდვების დეპარტამენტი, მანამდე არც ქონიათ ბანკებს, არც კომპანიებს ეგეთი გარე გაყიდვების ან გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია არ იყო, უბრალოდ იყო თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაყიდვებზე. ანუ როგორც ასეთი subtitle ან თქო პოზიცია გაყიდვების მენეჯერი არ არსებობდეს, აქტუალური არ იყო. ან მეორე ხარისხოვანი, პოპულარული არ იყო. ანუ და კომპანიებში იწყებდნენ მუშაობას, ან ფინანსებში, მახსოვს, მარკეტინგი იყო პოპულარული, ჩემ დროს მე დაზღვევის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული, დაზღვევა იყო დანიშნულოვანი იკრებდა და პირველ სტადიაზე იყო introduction stages, ბევრი საერთო კომპანია გაიხსნა, იყო თქვა ალდაგი იყო, იმედიელი იყო, ირაო იყო და აი ხალხი ცდილობდა სულ ამ კომპანიებში დაიწყო საქმიანობა, მაგრამ როგორც ასეთი გაყიდვები, აი ეს მიმართულება აქტუალური არ იყო. შესაბამისად, მაგანაც გადამაწყვეტინა ალბათ, რომ იქნება არ არის ის ინდუსტრია, სადაც უნდა ვიყო, იქნება სხვაგან უნდა მოვსინჯო ჩემი ძალები და ეს არის იმის შედეგი, რომ არ ვარ თქვა წარმატებული, იმიტომ რომ მაშინ ვთვლიდი, რომ არ ვიყავი წარმატებული, ბევრი ფეილი მქონდა და მივიღე ყველაზე ალბათ არასწორი გადაწყვეტილება, რასაც იღებს ხოლმე ადამიანი, გაქცევა. რაც ყველაზე მარტივია ზოგადად.